თანახმა ხართ რომ ეხლა შეწყდეს ცეცხლი იმ პირობებით, რა პირობებითაც იდება. თანახმა იმისა, რომ ისევ იმ პოზიციებზე დაბრუნდეს ხალხი 3-3 კილომეტრი რო გაიწვიონ და ონის ჯარი ჩადგეს, ხო? მაგრამ ეს ჩვენ რას მე პირადად შეიძლება ვთქვა რომ თანახმა არა. ისედაც იმიტომ რომ ეს ყველაფერი კი ჩადგება სამშვიდობო ჯარი ჩვენები დაიწევენ ეს იმას ნიშნავს ფრონტი მაინც იქნება ეს ამდენი ხარჯი საომარი მდგომარეობა მაინც იქნება ასეთ ის უნდა ვიაროთ პოსტებზე ეს ომი შეწყდება როგორ შეწყდება ესეც არ ვიცით უბრალოდ შევაჩერებთ და ძოლას ხო მე პირადად წინვალელი აცივ ხო და იქაც მასე იყო რამდენჯერმე დაშორდნენ მოწინააღმდეგეები და ეს რუსეთის და ოსების და ჩვენგან შემდგარი ეს სამშვიდობო ძალების ჩაყენება და ეს ემან არაფერი არ მოიტანა. იქ მე ცხინვალის მაგალითიდან ვიცავ. ხო და ეხლაც ვერ შესულობ მე ჩემ სახში და ვერ დაუბრუნებული ვერ ცხოვრ. ის რომ მე აქაც ვფიქრობ ის რომ არაფერს არ მომგვიტანს მე პირადად მასე ვფიქრობ. გაგრაში ნამყოფი ვარ მეც და მასე გვეგონა ჩვენ სამშვიდობო ძალები წინახაზე აღარ გვიშვებდნენ სრულ არ არის არაფერი და მეორე მესამე დღეს მაგრამ რა მოხდა თუნ იცით გაგრაში. ისე რომ მე არც მჯერავს მაგათი ისევ რაღაც ეშმაკობას მოიხმარ და ისე რომ არ ვიცი ზურა მაგრაძე დედა მყავს ორი ძმა ჩემი შუათანაცმაც ერთად ვსწავლობთ ის სკოლაში აქ იყო ისიც ერთად მივწერეთ ორი ძმა კორცში ერთად არ დადისო მაგრამ ისე მოხდა რომ აქ ვიყავით ну ან ერთი მას ასულიყო ან მეორე უფროსია მე დავაჯერე უფრო და პატარა ბავშვი ყავს 2 თვის თავი და სახში უჩენ მე უცოლშვილი ვარ და მე უფრო შემიძლია მოვიცადო სხვა დედა ჩემი თუ მეუღლებს ორივე წლის მოვალეობას მოვიდა ორივე წელი ну გარეთ ერთ სიტყვით რა და ნერვიულობა და ის საჭიროც არის რა მოხდა დედა ჩემი უკვე შეჩეულიც არის ცხინვალის იქით მომებიდან ისე რომ ყველაფერი კარგად იქნება რა გამარჯვებული ან ყველაფერი სახში დაბრუნდებით რა